ჩამოვედი აბრეშუმის ფესტივალზე ახმეტაში, სოფელ აწყურში. წელს პირველად ჩატარდა საქართველოში ახმეტის აბრეშუმის ფესტივალი ისტორიულ აბრეშუმის პარკ საშორში, სოფელ აწყურში. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ახლოდან ენახათ აბრეშუმის ჭია და პარკი, დაეთვალიერებინათ უნიკალური ხელნაკეთი ნივთები, გასცნობოდნენ ადგილობრივ მეწარმეებსა და მონაწილეობა მიიღოთ სხვადასხვა მასტერკლასებში, როგორიცაა აბრეშუმის ძაფის ტრადიციული წესით დართვა, თექისა და აბრეშუმის შერწყმა, ასევე შემოქმედებითი აქტივობები იყო ბავშვებისთვის. ახმეტის აბრეშუმის ფესტივალს 50-ზე მეტი მონაწილე ჰყავდა. მათ შორის იყვნენ ადგილობრივი მეაბრეშუმეები, ტრადიციული რეწვის ოსტატები, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი, მეაბრეშუმეობის ლაბორატორიები და სხვადასხვა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ფესტივალის ორგანიზატორებს, უდიდესი წარმატება ვუსურვო და იმედია მომავალშიც გაგრძელდება და ყოველწლიური სახე მიეცემა. აი ეს არის ბუნებრივი ჯიშების ამოხვეული ძაფი. ქართული ჯიშები ფერად-ფერადი. აღმოვაჩინე ქართული აბრეშუმის სასარგებლო თვისებები. წელს ჩავერთე აბრეშუმის მოყვანაში, შევკერეთ ბავშვის ბალიში და საბანი. ეხლა განახებთ პაწია ფაჩუჩებს, აი სულ აბრეშუმი. ეს არის ჩემი ცხოვრების ოცნება, რომ აღორძინდეს საქართველოში მეაბრეშუმეობა. პირველ რიგში უნდა იყოს სახელმწიფოდან დაინტერესება, რომ ეს საქმე აღორძინდეს. დღეს შემოდგომის ერთ-ერთი უმშვენიერესი დღეა 20 სექტემბერი 2025 წლის. აღორძინდეს მეაბრეშუმეობა, უფრო განვითარდეს. იწყება კვერცხიდან, ჯერ არის კვერცხი, კვერცხიდან გამოიჩეკება ჭია. ჭია ახვევს პარკს. ჭია ახვევს აი ესეთ პარკს, ან ესეთ ჯიშს გააჩნია. დაჭუპრდება შიგნით, ჭუპრიდან გამოვა პეპელა, პეპელა შეჯვარდება და დადებს კვერცხს. ლიანა ანიაშვილი გახლავართ, აბრეშუმის ჭია, გამოვზარდე და ჩემი გამოზდილი ჭიებიდან არის მიღებული. ჩვენ არა გვაქვს უფლება, რომ წინაპრების დანატოვარი დარგი გავაჩეროთ, მომავალ თაობას ვთხოვრო, მეაბრეშუმეობა უნდა განვითარდეს და ამ დარგმა უნდა იაროს. ამინ. Mukhadon dile namli mukhasa